Чамоходи, хало. Голомази хар, покажись. Ох. ეს სამუების ადგიშოვნია, ხალო. ეს აი ასე გექნება შენც ისე. იღურა როგორც მე მაქვს ეს ახლა აქა. რაღაცა გექნება რა არის, სიცხვილია. რატო მე ხო მაინც ბრენდი ვარ და რაც უნდა მეცვას ახლა. ჩვენი მაგარი გოგო ლიკა სულხანიშვილი. ძალიან მაგარი გოგო. ჩემი ბავშვობის მეგობარი. ჩვენი ციცო. ჩვენი ლიკა. ჩვენი ჟელე. ჩვენი ცეხი. ციცოს ბურღი. დავიწყოთ გაბურღვა ციცო ჯან. ციცო, ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა. მას მერე რაც ხალხმა გაიგო რომ დოქტორ კეკელია დაიჭირეს ავსტრიაში, ყველა მეკითხება ციცოს რეაქცია რა არის. ნუ რატო ციცო? კილია და იმით რა. ციცო, სულ სიტყვები დაიწყე? არა, იცი რა, ეხა უყურეში რა ხელა ხალხზე აქ ლაპარაკი იმ ბანერებიდან დაწყო. ეხა კიდე რომ გამაგოროს ვიღაცა. შენც უნდა გაგაგორონ ციცო? იზავ, ეხლა დაუკვირდი, ასეთი რაღაცა გააკეთე, ავსტრალიაში გამოგიშვა უკვე და გულაობდე, რა ხელა ფული აქვს იქ, რა უნდა ჩემ გაგორებას 5 წუთი. დედა, გავაგორებ მე მაგათ. ხო, შენ სხვა მკითხე რა, მე საერთოდ არ ასაი. კაი ციცო, კაი. ციცო, შემდეგი კითხვა, მე როგორც გავიგე, შენ აღარ მუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში, მაგრამ როდესაც ადამიანები რეკავენ, იქ ეუბნებიან, ციცო აქ აღარ მუშაობს და არაძლევენ შენ კოორდინატორს და მე მემწერენ. სწორია. რატო უნდა მისცე ჩემი კოორდინატორი? მე არა ვარ ყველასათვის, არ უნდა ვიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი იქი. იმიტომ აღარ მუშაობ. იმიტომ რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ყველაფერშიკები არიან სხვები, გაიგე? მე ვარ უფრო ელიტარული იქ, იმიტომ რომ ჩემთან არ უნდა მოვიდეს ყველა ადამიანი, ვინც სიგარეტს ეწევა და არ ესმის, რომ ეს ცუდია, ვინც წერალი, გაიგე? პირველად მე რომ 17 წლის ვიყავ, ის თუ ჩემი ჩავაბარე და მამაჩება ბინა მეყიდა ვაკეში 2 ოთახიანი. მეზობელს არ მოეწონა, მე რომ ტელეფონი მქონდა და დაწერა და ის ტელეფონი მომისწრეს. ანუ ქართველი ხალხი არიან ინტრიგანი ხალხი რა. იმის მერე ვოცნებობდი აქედან წასვლას და წავედი კიდეს. ახლა ჩამოვიდი ისევ ეს ინტრიგანები, ეს შარც რო ვერ იმაშებიან